ჩვენ ეხა გამოვედით სასტუმროდან, ეკა ამსტერდამში ვართ და ველოდებით კეთის და ჰანს. ანუ მაყურებელს ვაუხსნათ. ეს ადამიანები არიან, რომლებიც აქ ეწევიან ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას და ფაქტიურად ქართული კულტურის ელჩები არიან ჰოლანდიაში. ასე ერთ-ერთ ქალაქს სადაც ახლა შემივიდივარ და გზაში კეთი მოგვიყვება, იკრიბებიან ჰოლანდიელები და მღერიან ჩვენს მრავალხმიან სიმღერებს. რა მაგარია. ხო და აი ის თქმა რომ აი დაფასება ჩემო მეგობრებო, სწორედ ეს არის. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე დაფასებაზე, ჩვენი კულტურის დაფასება არის ეს, როცა აი ამ ქვეყანაში ადამიანები იკრიბებიან სახში თუ სხვაგან თუ რამე შეიძლება ჩვენ მაგას ნახავთ და ქართულ ხალხურ სიმღერებს ვღერიან. და ამით პატივსცემენ ჩვენ კულტურას, ხო ეს? ხო, ამას დიდი პატივისცემა რა და რას თავარია ახლა სიმღერას სწორობენ, ესე იგი ენასაც სწავლობენ, ხო? რა თქმა უნდა, აბა ისე როგორ იმღერებ. ხო, ხონა გაიგო რა ზემღერია. აბა გულით თუ გინდა რომ იმღერო. კეთი და ჰანსი ახლა მე როგორც ხედა უკვე მოდიან ჩვენსკენ. ხო? აგერ გამოჩნდნენ კიდე. აგერ ახლა მოდიან უკვე. როგორ ახარ კეთი? გამარჯობა. გამარჯობა ჰანს, გამარჯობა. Hello. Nice to meet you. კეთი, მოკლედ შეგაწუხეთ, ჩამოხვედით, ესე იგი რა ქვია თქვენს ქალაქს? ჩვენ მივდივართ ამერსფორდში, მაგრამ შეწუხება ამერსფორდში. ეს კარტხალხო დახოდით არ კამერას ვიზავდით. მოკლედ ჩამოვედით იმიტომ რომ ჩვენ ხალხს მე და ეკამ ვაჩვენოთ თუ ევროპელები როგორ პატვის გვცემენ ჩვენ როგორ აფასებენ და რომ გინახავენ ჩვენს ხალხურ სიმღერებს. უბრალოდ სწავლობენ და მღერიან და სხვასაც ასმენინებენ ამ ყველაფერს. ხშირად არის ხოლმე საუბარი, ხო, საქართველოშიც, რომ აი რაღაცა რუსეთთან უფრო ახლო კავშირები გვაქვს და თითქოს ეხლა ის მათ უყვართ საქართველო და ქართული კულტურა და სინამდვილეში ეს ასე არ არის. სოდეს არ მჯეროდა და ჩვენი გადაცემები ამას ადასტურებს, რომ რუსებს არ უყვართ. ეხლა მე მინდა გადმოგცი აქვე წიგნი, ეს არის მოკლედ რაღაცა ამსტერდამის ხედზე ეს წიგნი კარგია, ხო? კარგაჭო. აუ რა მაგარია. ხო, ეს არის მთელი საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები, ეს არის ჩემი გამოცემული წიგნი. და ამას 6-ვე დისკი აქვს და მე დარწმუნებული ვარ, აქ ბევრი ისეთ სიმღერას შევხვდებით, რომელსაც თქვენ შეისწავლით. კი, ამას ავამღერებთ ჩვენ. მინდა გადავიტანთ უკვე პრაქტიკაში. უღრმესი მადლობა, ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარი. წავედით, ხო? წავედით ამერსფორდში. კეთი, რამდენი ხანია ჰოლანდიაში ხართ? მე უკვე 3 წელია რაც ცხოვრობ აქ. მაგრამ ნუ აი უკვე გადმოვედი საცხოვრებლად როგორც ასეთი. მაგრამ მანამდე ხშირად მიდი მოდიში ვიყავი. 2013 წლიდან რეალურად ძალიან ინტენსიური. მეუღლე ჰოლანდიელია, დიახ. ხშირად ამბობენ რომ აი რაღაცა კულტურული სხვაობა ის არანაირი სხვაობა არ არის ჰოლანდიელსა და საქართველოს შორის სიმართლე გითხრა. ჰოლანდიელებს აქვთ უბრალოდ ის, რომ უფრო მეტად მოწესრიგებულები არიან და უფრო მეტად გეგმავენ თავიანთ ცხოვრებას, ვიდრე ჩვენ. თქვენ პროფესიით მიმზადებით? მე ვარ დირიჟორი, კონსერვატორია დავამთავრე ბატონ ავთორევიშვილთან. ხო, ავთორევიშვილი ჩემი პედაგოგიც იყო. მე აქ სხვადასხვა დირიჟორებთან რომ მქონია ურთიერთობა, შეხვედრები, ერთად მუშაობა, აი ვრწმუნდები კიდევ რამხელა დიდი ცოდნა მე ამ პიროვნებისგან მივიღე რა. ეხლა ჩვენ მივდივართ რომელ ქალაქში? ჩვენ მივდივართ ამერსფორდში. ხო, ამერსფორდში, ესე იგი, დაიწყე შენ ხალხის შეკრება, ვისაც აინტერესებს ქართული სიმღერის შესწავლა, თუ მათ გთხოვეს თავად, რომ შეგვასწავლეო. ანუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? იცი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? მე რომ გადმოვედი ხა მარტაინი ცხოვრობს ამერსფორდში ჩემი მეუღლე და უკვე რომ გადავწყვიტეთ ჩვენ ერთად ცხოვრება და ნუ თავისთავად მე ამ ქალაქს არ ვიცნობდი ხა ძირითადად ჩამოვდიოდი ვიყავი ან ამსტერდამში ან როტერდამში ან ალკმარში ამ ქალაქს მე არ ვიცნობდი როგორც ასეთი არც მეგობრი არ თითქმის არავინ არ მყავდა იქ და პირველი რაც ვქენი მოვიძიე როგორია ამ ქალაქის კულტურული ცხოვრება ზოგადად რას ეკეთებენ და შემდეგ გასაოცრად მარტო გუნდები ხო რომ აიღო გუნდები იყვნენ 70-ზე მეტი 70 გუნდზე სხვადასხვა 70-ზე მეტი გუნდი ნუ კლასიკურ ნაწარმოებებს ღეროდნენ ეს ყველანაირი პოპ მუსიკა კლასიკური ნაწარმოები სოფლიო მუსიკა ჯაზი ყველანაირი და ქალაქი პატარაა ხო? ეს ქალაქი ძალიან პატარა ეს ქალაქი არის არ ვიცი ნახევარი მესამედი თბილისის ხელა ალბათ რა კიდევ უფრო ნაკლები მე ჩაუღრმავდი მათ
პროგრამას მეთქი რას მღერიან, როგორ მღერიან. ნუ ჩემ და გასაოცრა და არც ერთ ანსამბლს არ ქონდა ზოგადად არანაირი ქართული ხალხური კი არა, ზოგადად ქართული მუსიკა ქართული რეპერტუარი არ ქონდა. არ ქონდათ. არც კომპოზიტორთა, არც ხალხური, არც საგალობელი. ნუ ვიფიქრე რომ მეთქი იქნება გავწევ კონკურენციას. იმიტომ რომ ისედაც ინტერესიანი ხალხია ძალიან ჰოლანდიელები და როდესაც რამე სიახლე ასე ვთქვათ გაჟღერდება, ყველა იქ არის რა. ჩემი ჩამოსვლიდან ახლობით ერთ თვეში გავაკეთე რეკლამა არა მარტო სოციალური ქსელით ზოგადად მთელ ქალაქში. მათ შორის ამ ანსამბლებსაც დაუგზავნე ფლაიერები, რომ მეთქი ქართულ ვორქშოპს ვაწყობ. და მეთქი თუ გაქვთ ინტერესი, მობძანდით, ნახეთ რა არის ზოგადად გაეცანით ქართულ მუსიკას. შენ გადაწყვიტე რომ დაგიინტერესებინა, ხო? კი, მე გადავწყვიტე რომ დამეინტერესებინა. ხო და ამ ასე ვთქვათ რეკლამის გაკეთების მერე აღმოჩნდა რომ 65 კაცი ზუსტად ორ კვირაში შეიკრიბა. უფრო მეტიც იყვნენ, მაგრამ ფიზიკურად იმ სივრცეში სადაც მე ეს ვორქშოპი მოვაწყე, ხო, ვეღარ დავტევდი რა, ანუ არ ველოდი მაგ და ეს რა სივრცე იყო? მუნიციპალიტეტმა გამოგიყოთ თუ როგორ არის? არა, ვიქირავე მუსიკალური სკოლიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზი, რაც კი შეიძლება რომ და რამზე 65 კაცს ასწავლეთ იქეთი 65 კაცს 3 საათის განმავლობაში 3 სიმღერა შევასწავლე, ერთი კეჭახმაძის სიმღერა იოსებ კეჭახმაძის რომ მინდოდა რომ მრავალფეროვანია რომ ერთი იყო მაგათაც ფოლკლორული მისავიღე რა ქვია ნეტავი გოგომედარ შენ დუეტი და ერთი საგალობელი შენ ხარ ვენახი და აღმეთქი ყველა მას იმ 3 საათში რაღაცა შევახოთქო. ხო და იმდენად დიდი ოვაციები და ინტერესი და იმდენად რა ვიცი კმაყოფილი ხალხი იყო რა 35 კაცი მოდიო გუნდი ჩამოვაყალიბოთო. თვითონ გთხოვეს ხო? თვითონ მითხრეს რომ მოდიო კიდევ შევიკრიბოთო და ნუ გუნდად დავრჩოთო. ჩემი იდეა და ჩემი მიზანი ზუსტად ის არის რომ რაც შეიძლება მეტი ჰოლანდიელი დავაინტერესოს რომელსაც ჯერ არ ქონია საქართველოსთან არანაირი შეხება და არც უმღერია და ნუ კულტურა არ იცის რა არის ჩვენი. და თვითონ ასაკი ამ ხალხის, ანუ ახალგაზრდებიც არიან. კი, ყველა ასაკი აბსოლუტურად, ძირითადად რა თქმა უნდა 50+ ზემოთ, მაგრამ აი ახლა მაგათ საქართველოში უკვე ნახავთ რომ ჩვენი ასაკის ხალხიც არის და ნუ სტუდენტები მყავდა. ჩვენ ხო ჩავართ თქვენს ქალაქში. მოვისმენთ ქართულ სიმღერებს. აუცილებლად. ჰოლანდიაში. აუცილებლად. ეკა საბოლოო ჯამში ეს ადამიანები ძალიან დიდ პატივს ემენ ჩვენს ქართულ კულტურას, ქართულ ენას. ევროპაში აინტერესებთ ყველაფერი ექსკლუზიური, ყველაფერი უნიკალური, ყველაფერი ლამაზი. გესმის და ეხლა აქ რო არის ხოლმე საუბარი რომ რაღაცა ჩვენს კულტურას და ეროვნულ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებიან და რა ვიცი, ენას დაგვავიწყებენ და ასე შემდეგ ევროპის ნაწილი რო გავხდეთ, ნუ აი ეს მსგავსი სისულელი არ ვიცი რა. მოკლედ ეხლა რაც ყველა თავარია ჩემო მეგობრებო, ეს ყველაფერი სისულელეა, რომ ვითომ ჩვენ ევროპელები რაღაცა ქართველობას გვართმევენ. თქვენ ამას დაინახავთ, რომ ეს არის სისულელე ჩვენი გადაცემების ციკლიდან, რომელიც მოსკოვით იქნება ევროპიდან. და თქვენ თავად შეხედავთ, აქ ევროპაში როგორ უყვართ საქართველო და როგორ უყვართ ქართული კულტურა. მოკლედ მოვედით სახლთან? კი, მოვედით ჩემ სახლთან. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ვიტყოდი ასე. უშენ რომ მაინც რო ვიცოდეთ, ვისი ქუჩაა ეს სახლი? ხოთიშორის ცხოვრობ მუსიკოსების ქუჩაზე. კაუნტ ბასი იყო ჰოლანდიელებისთვის ძალიან საყვარელი მუსიკოსი, რომელიც ნუ აი კომპოზიტორი იყო? კომპოზიტორი იყო კი და ნუ აი რაღაცა ისე დაემთხვა რომ ჩვენ მუსიკალურ ქუჩაზე არც არ დაემთხვა, ასეც უნდა ყოფილიყო. აბა შევიდეთ სახლში. ეხლა ვინ გველოდება სახლში? ჩემ მეუღლე გავიქნება სახლში და ჩემი კვარტეტი დაგველოდება კიდე. გამარჯობა. გამარჯობა. მოგძანდით. Hi, very nice to see you. Hello, Martin. Hello. Hey. გამარჯობა. გამარჯობა. ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი პატარა მყუდრო სახლი. ხო, მე ხარ რა თქვა, სახლში რო შემოდიხარ, მეგობრებო, პირველი რაც ხდება, არის ეს, ნახე? რა წერია? რევაზ ლაღიძე. აჰა. ხო. მე ინსტრუმენტები, ხალხური ინსტრუმენტები. განწყობა არის რაღაცა ისეთი, ხო? ქართული. იქით ფანდური. ხო.
საქართველოსთან მაქსიმალურად დაახლოებული, ხო ასია? კი, ეს კიდევ მოვაწყობთ ჩვენს აქ ახალი გადმოსულები ვართ ამ სახლში ჩვენ თებერვლიდან და რაღაცა კიდევ ბოლომდე ვერ დავლაგდით, მაგრამ ნუ ჩემი ინსტრუმენტები ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რევაზ ლაღიძე ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორი, ჩემთან ერთად დადისავით არ უნდა წავიდე. მოდი ამ დაფასთან მივიდეთ ახლა. ეს დაფაულა დაყოთ აუცილებლად. კეთი, მოდი ამიხსენი ეს დაფა რა არის? ვის ასწავლი ქართულს? არა, ვერ სწავლობდი კი, არა, ორივე. აბა ამიხსენი რა არის? ეს არის ეს კორონას დროს მოყოლებული კიდე ესეთი რთული სიტყვები და წინააღმდეგობები, რომელსაც ანუ არ შედიოდა ამ თავში რა და ეს ჰოლანდიურთან არის, ხო? ეს ჰოლანდიური და ჰოლანდიურს რო სწავლობდი და ხო, ეს რთული სიტყვები. როგორ იკითხება, როგორც იწერება? აი ზევით მაგალითად ხეზინ head fight დაც ეს და ამას ეს ნიშნავს რომ იმის რომ და ეს რომ კითხე ხომ მარტაინს რომ აბა მიდი თქვი შენ იმის გათვალისწინებით რომ არჩილ ენა მონიტორიერს და ეს რა ონლანგს ეს არის ცოტა ხანში ალდუს ამრიგად ხო ნუ ეს ცოტა ისეთი სიტყვებია რომ უკვე ცოტა მარტის მათოვიჩის რა ქვია ქართული Do you speak Georgian? კი. ქართული ქალი რას არის? კეთი აბა მითხარ რა სწავლი ქართულს თუ ვერ ხუმრობს ვასწავლი აბა რას ვიზავ რა თქმა უნდა ხო So where did სად შეხვდით? საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. მოგზაურობდით? დიახ, ჩემი ჰობია მოგზაურობა. სხვადასხვა ქვეყნები, მათი კულტურები. სოფლიოს გარშემო განსხვავებულ ადგილებში 6 თვე მოგზაურობდი. ვიყავი ირანში, სომხეთში, ერევანში. ამ დროს რუქაზე საქართველოს მომხვდა თვალში. ვიფიქრე რატომაც არა. განსხვავებული ქვეყანაა. გადავწყვიტე აუცილებლად მენახა საქართველო. საკმაოდ აქტიური ხარ შენ. ხო და მარტინს როგორ იღებს ამ შენ აქტიურობას? ჩვენთან რაღაც შეხედულებაა რომ ევროპაში რაღაც წინასწარ ვიღაცებს რაღაცებნა შეუთანხმო რაღაცები ხო რაც ტყუილია ხო? ასტუმარი არ უყვართ ან რაღაც ასტუმარი არ უყვართ, ტყუილია ხო ეგ? კი, ტყუილია, ძალიან დიდი ტყუილია. ეგეც მიწია როგორ ჩანს ჩვენთან ეს რუსული ტყუილია. მაგრამ მაინც მაინტერესებს მარტინს რას ფიქრობს იმაზე რომ როგორ მოსწონს ის რომ აქ ხალხი იკრიბება, რომ შენ გადაწყვიტე რომ ქართული სიმღერები ასწავლო აქაურ ადამიანებს, მოდიან აქ მღერიან, რაღაც ჭამენ, სწავენ თუ რას აკეთებენ. აი ეგ მითხრას ერთი როგორ მოსწონს ეს ჩვენი ქართული კოთკოთი. მე ვფიქრობ, რომ სტუმართ მასპინძლობა საქართველოში და ჰოლანდიაშიც უყვართ. მაგრამ განსხვავებები არის. აქ უფრო ზომიერი მასპინძლობა ვიცით, საქართველოში ცოტა უფრო გადაჭარბებული. რა სიტყვით ქართულ ქალებზე? Georgian woman. Well, I can only say მე ძალიან მომწონს ქეთის სტუმართ მასპინძლობა, მისი გახსნილობა. როგორ გულღიად ხვდება ხალხს. მომწონს, რომ ოჯახი და მეგობრები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სულ ცდილობს მათ ისე აგრძნობინოს თავი, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ ველოდებით ასე ვთქვათ რაღაც სტატუს ევროკავშირისგან ძალიან გვინდა რომ მოკეთ ჩვენ ფათაშორის გაწევრიანებას უბრალოდ მიღებას არ ვამბობთ ხოლმე ჩვენ ვამბობთ ხოლმე დაბრუნება ჩვენს აი ამ ევროპულ ოჯახში ხო? აი ამდენად რეალისტურად მიაჩნია მას არ ჩვენთან ჩამოდის, ნახულობს საქართველოს, ამდენად მიაჩნია რომ საქართველოს ევროპული ქვეყანაა და რომ უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. I would welcome Georgia. გაშლილი ხელებით გელით. ჩვენ ბევრი გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლი, რომ უფრო გავამდიდროთ ერთმანეთი. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია უფრო გაამრავალფეროვნოს ევროპა, უფრო სრულყოფილი გახადოს ის. ჩვენ სამზარეულოში დავტრიალდებით ქართულად. რაღაცას გიზადებთ, რა გითხარით, რას გიზადებთ, ქართულს თუ ჰოლანდიურს თუ იცით რა თქვენ საქართველოსდან ჩამოდიხარ და ჰოლანდიაში ტრადიციული ჰოლანდიური საჭმელი ხო უნდა გაგასიზოთ არა? ეგ საინტერესო. იცი რა მაინტერესებს, კეთი თუ გიცდია მაგალითად, უცბად დამებადა ეს შეკითხვა ხა რომ რაღაც ამ ჰოლანდიური და ქართული რაღაც კერძების ის გაგეკეთებინა რაღაც. ძალიან კარგი კითხვაა. კოლაბორაცია. კი, სვანური მარილი უხდება ყველაფერს, ა? სვანური მარილი, აი ჰოლანდიური ყველაზე მოყრილი სვანური მარილი რა იშობია. კი, ზუსტად, მაგალითად, ხო. ასე რომ სვანური მარილით რო ვაკეთებ ამათ მაგალითად ჰოტსპოტი. ფოტოშოს აჯიკა ყველში ჰოლანდური ყოში ძალიან. უგემრიელესია. კი, მაგრამ სვანურ მარილზე ცოტა ჩავიციკლე ამ ბოლო დროსთან დავაგიტო. მაგრამ აი ამათ ჰოტსპოტს, აი ჰოტსპოტი ესეთი ვურშტ ჰოტსპოტ ასე ქვია ამათ საჭმელებს. ტრადიცი, აი როგორც კი სვანურ მარილს მოაყრი, აი ეგრევე. ამათ ძალიან უყვართ ფოტოშოს კარტოფილი, ხო მოხარშული. ძალიან. აი მოხარშულ კარტოფილზე რო სვანური მარილი ფანტასტიკა იქნება. ნუ აი ხო ტყემალი, აუცილებლად ტყემალი აქვს მარილი. მოწონთ, ტყემალი მოწონთ. Finde lecker ტყემალი.
Key. და ნიგზიანი ბადრიჯანი არის, რომელიც აი შეუცვლელია. ეგ მინდა ჩემი მხრიდან დავამატოს. ესე იგი, ნიგზიანი ბადრიჯანი გას ყველანაირ საკვებზე მაღლა, ანუ ამას აქვს 10-იანი. ესე იგი, როგორც აღმოჩნდა, ეკა ესეთი ხევსურის ქალი კეთი ჩამოვიდა ის რა ვქე ჰოლანდიაში და ყველაფერს მარილი მოაყარა როგორც თქვენ. აი მარილი აკდა ყველაფერს და მოაყარა. თანაც იცის სვანური მარილი. სვანური მარილია. კარგი, მაშინ ახლა თქვენ დაგითმოთ სამზარეულოს. ჩვენ წავალთ და შევხვდებით თქვენს კი ბატონო. მომღერალს. გელოდებიან აბა, უკვე წავალთ. ბიბძანდით. შუაგულ ევროპაში ვართ ფაქტობრივად შეიძლება ასე ითქვას და ეს ადამიანები ყოველ კვირა რაღაც გარკვეული დღეების დღის განმავლობაში იკრიბებიან სამსახურის შემდეგ. ზოგი რაღაც იქ მუშაობს, ზოგი ბანკში მუშაობს, ზოგი ალბათ რაღაცა ფინანსურ ნატრიში მუშაობს, ზოგი ბიზნესით და გადაკავებული და ღერიან ქართულ სიმღერას. სწავლობენ ხო? ქართულს. ხო, ქართულსაც და ქართულ სიმღერასაც, ხო. ერთადერთი რაც მაინტერესებს, ეს არის რომ რა არის ის რაც ამას აკეთებინებს. უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ, ძალიან უცხო და მელოდიურია. მართალია რთული ენა და თავიდან საუბარი ძალიან გვიჭირდა. ჩვენ ხომ ახლაც არ ვიცით ქართული, მაგრამ იმდენად საინტერესოა ეს პროცესი და ერთად მღერაც ძალიან გვიტაცებს. ჩვენ ახლა ერთად ვიმოგზაურებთ საქართველოში. ქეთი მიგ შეგვიტარა ვორქშოპები. ეს განუმეორებელი ემოცია იყო. ჩვენ ისევ მოუთმენლად ველით დროს, როცა დავბრუნდებით თქვენს ქვეყანაში. ქეთისთან ერთად უცხო მიწაზე და უცხო კულტურაში მოგზაურობა განუმეორებელია. რაც შემეხება, მე პირველად 2015 წელს ვიყავი საქართველოში. მანამდე ბალკანეთის ქვეყნების მუსიკით ვიყავი დაინტერესებული. ქართულმა მრავალხმიანობამ მაშინ დაიპყრო ჩემი გული და მას შემდეგ ქართული მუსიკის მასწავლებას ვეძებდი. 3 წლის როცა ქეთი ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა, საცხოვრებლად და განცხადება გამოაქვეყნა, რომ ქართულ ანსამბლს ქმნიდა, დაურეკე და ვუთხარი აქ ვარ. ხმამაღლა ვამბობ, მე მართლა ვფიქრობ, რომ გულით ქართველი ვარ. თქვენ ალბათ კარგად გესმით და მოგწონთ ამ სიმღერების შინაარსი. დიახ, ასეა. ძირითადად ასეა, დიახ. და მაინც რა აქვს განსხვავებული ქართულ სიმღერას? რამ შეგაყვარათ ასე საქართველო? პირველ რიგში ის მთლიანად იპყრობს ჩემს გულს. მრავალხმიანობა შესანიშნავია. მთელი გულით მღერი და ემოციებში ვარ. მღერი გულით და არაგონებით. თუ მართავენ კონცერტებს და თუ მოსწონს ხალხს. მოსწონთ, რა თქმა უნდა. ქართული სიმღერა ხომ ასე სასიამოვნოდ ისმინება. გათბობს და გულისცემას გიჩქარებს. თან იმდენად განსხვავებული რეპერტუარი აქვს ყველა რეგიონს. ამიტომაც ვასრულებთ განსხვავებულ რეპერტუარს. ჩვენ საქართველოს 12 რეგიონის სიმღერებს ვმღერით. ესე რომელი კუთხის სიმღერა უფრო ვადვილდებათ? სიოლეზე რა გითხრათ, მაგრამ გურული სიმღერები უფრო რთულია. სულ მიხვეულ მოხვეული, აღმადაღმა. გურული სიმღერის პოლიფონია ძალიან უცხოა. Now we know it, but to perform it the right way. Yeah. პოლიფონიური ნაწილი მოსწონს. მაგრამ გურული სიმღერა ვიმღეროთ, მაინც არ მოვიწყდება მე. ესე იგი, ახლა შუაგულ ევროპაში შევიკრიბეთ აქ ჰოლანდიაში და ახლა გურული სიმღერა უნდა ვიმღეროთ. მეც მოგეხმარებით, მე არა ვარ გურული, მაგრამ ჩვენ მშვიდობა. ესე იგი, ყველაფერი ხო დაკავშირებული არის მაინც მშვიდობასთან და თან საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს მასპინძელს ღიარულსა ყავს სტუმრები საყვარლები რა.
ხო, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს ხო ყველაფერი იმპროვიზაცია იყო და ანს რეპეტიცია გაგვივლია წინასწარ, სხვათა შორის მინდა ვთქვა და ასე ერთი შეხვედრით რეპეტიციის გარეშე სასწაული იყო. ასეთი ქართული გურული იმპროვიზაცია, ასე ვთქვა, დაიხატა შუაგულ ჰოლანდიაში. აი ასე უყვართ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ჩვენი მრავალხმიანობა. ნამდვილად ასია და აი აღფრთოვანებული ვარ. Wir können auch Lale Bachina. Lale Ralamazacemos. Ralamazacemos. Das kennt ihr auch. Lale Ralamazacemos ula. Georgobis tveo. Lale Ralamazacemos ula. Georgobis tveo. Lale. Lale rato machamo. მე უფრო მეტი ემოცია და ცოტა არტისტიზმიც მჭირდება. უნდა ვიგრძნო რაზე მღერით. Lale rato machamo iare, kverom da gibare. Lale rato machamo iare, kverom da gibare. Lale. Lale mito machamo viare, romani komt vare. Lale mito machamo viare, romani komt vare. Lale gelodi da hamoferi, schermliebe frifare. Lale gelodi da hamoferi, schermliebe frifare. Lale Hamis tormetsatamde lampava briale. Lale hamis tormetsatamde lampava briale. Lale ralamazacemos ula, Georgobis tveo. Lale ralamazacemos ula, Georgobis tveo. მოდით ახლა ცოტა ხანს გავჩერდეთ. თან ფანდურს მოვიტან. ფანდური მე და that's a better met instrument. ამას მეორე ნაწილი აქვს ჩვენსას და ამას ახლა იმასთან ერთად ეხა ქართული რეპი. ქართულ რეპს ვეძახი ამას. ხო და აი ნახოთ აბა ერთი როგორ იმას ვიზავთ კიდევ. თუ არა და გავჩერდებით და ხელმეორედ. ჩამოდექი. Ja? Chamodeki kani kani Tashi bicho tashio, Gorgos shenki genas vale gavla gamo tashio. Chamodeki kani kani tashi bicho tashio, Gorgos shenki genas vale gavla gamo tashio. Tashi bicho dio tuna arga usvae pochuna, tashi bicho dio tuna arga usvae pochuna. Toku vidi magasao magishitis kabasa, toku vidi magasao magishitis kabasa. Abarelo rani devora, abarelo rani devora, abarelo rani devora, abarelo rani devora. მე როგორ დავაკვირდი რეპეტიციის დროს რაღაცა უხსნი ხო აი მაგალითად შინაარსი იცოდეს და შესაბამისად ისე იმღეროს ასიათში. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესია თუ არ იცი რის შესახებ მღერი, რაზე მღერი,
გამოვა ძალიან ტყუილი ნამღერი, მე ესე დავარქმევდი, ცარიელი ნამღერი და თავიდან ბოლომდე იციან ნებისმიერი სიტყვის მნიშვნელობა, ნებისმიერი წინადადების მნიშვნელობა, აი რატომ არ ჩამოიარე რომ უთხრა ნიკამ და ეს ცოტა უნდა დაადარებო. არ ჩამოიარე. რომ დაგიბარე. ეს გამოხატა კიდევაც, ხო, ფიზიკურად, ანუ ესე ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია. ფერომ დაგიბარეს როგორ უთარგმნი, აი ეგ მაინტერესებს. აი მაგის თარგმნელი ძნელი. ფერომ დაგიბარე, გენაცვალე, ამებს ვერ თარგმნი. ჭირიმე, შენი ჭირიმე, ანუ გამორიცხულია ზრანეროდ დაუთარგმნი. ხო, მაგრამ რაღაც დაახლოებით ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი ინტიმური სიტყვები, რომელსაც კი, ეცე მაინტერესებს, ესე იგი, შენ სახლში გაქვს ხოლმე მცირე შემადგენლობით რეპეტიციები? კი, კვარტეტის რეპეტიციები გვაქვს ხოლმე ყოველთვის. დღეს ჩვენ ასევე ნახავთ იმ ჯგუფს, რომელიც უკვე სხვაგან ატარებ ამ რეპეტიციებს. კი, ახლა დიდი ანსამბლი, 25 კაციანი ანსამბლი საქართველოს, ის უკვე რა თქმა უნდა, აქ ვერ დავტოვო მოკლედ, ხო? და სულ ჰოლანდიელები არიან. სულ ჰოლანდიელები, ერთი თურქი ბიჭი მყავს სხვათა შორის. ერთი თურქია. დაჩენ ყველა ჰოლანდიელი. დაჩენ ყველა ჰოლანდიელი. მოკლედ დღეს საინტერესო, ასე ვთქვათ, ასეთ ანსამბლსაც მოვისმენთ სახელწოდებით საქართველო. დიახ. დიდი მადლობა ყველას. მადლობა. მადლობა. ეს არის საჯარო სკოლა. აქ არის ხალხური სიმღერის, ქართული სიმღერის ანსამბლი, რომელსაც ქვია საქართველო. სადაც არის 24. რომელიც გელოდება შენ. რომელიც არის 24 ჰოლანდიელი და 1 თურქი. ხო, და ჩვენ შევუშვეთ ბატონ გიორგის და ვნახავთ როგორ გამარჯობა. გამარჯობა, გამარჯობა. Do re mi re do, do re mi fa fa mi re. ესე იგი ხა აქ მიმდინარეობს ეკა გამღერება. ეს გამღერება ქვია. ეს გამღერება, სანამ დაიწყებენ ასე ვთქვათ სიმღერების შესრულებას, მაგრამ დაასრულებენ გამღერებას. მე ხმა ესეთ ფორმაში წაყვეს რეპეტიციებს. გამარჯობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა შენთან უთარგმნეს თუ შეიძლება. Danke dich, dat იმისთვის რომ მობრძანდით ჩვენთან შესახვედრად. დიდი მადლობა იმისთვის რომ გიყვართ ქართული სიმღერა და დიდი მადლობა იმისთვის რომ აი ქართული სიმღერის და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ცდილობთ ევროპაში. Dus jullie zijn eigenlijk ambassadeur. Ja, onze ambassadeur. კეთი მითხარი ხა ძირთადი რეპერტუარი რა არის ანუ რას ბღერიან ეს ადამიანები? ჩვენ გვაქვს მარტო ქართული სიმღერა. Was wir singen თხატუნ. ანუ ევროპულ ნაწარმოებებს არ მღერით? არა, არ მღერი, ეს ანსამბლი შეიქმნა მარტო ქართული სიმღერით. და რამდენი წელია რაც არსებობს? 2 წელი მაქსიმუმ. წელიწად ნახევარი რა, ანუ რაც ჩვენ რეგულარული რეპეტიცია. ხალხურს ღერიან მარტო ქართულს თუ სხვა რამებსაც? ქართული მუსიკა, ეგ იგულისხმება ქართული ხალხური, ქალაქური ფოლკლორი, საგალობელი. რევაზ ლაღიძე რო გიყვარს, ლაღიძესაც ღერია? კი, აბარა, რა თქმა უნდა. რა მაგარია. იციან აი რომ ღერია, მაგრამ აფხაზურ სიმღერას იციან. აფხაზეთი რა არის ჩვენთვის? აბარა. იციან რომ ეს რაჭირიც უჭერს რუსეთიდან მოყოლებული და მაგრამ ეს ჩვენი კუთხეა, ეს ჩვენ საქართველოს შემადგენელი ნაწილია და რა თქმა უნდა რეპერტუარში იქნება აფხაზური სიმღერები, სხვანაირად მე საინტერესოა თუ მოვისმენთ დღეს აფხაზურ სიმღერას ჰოლანდიაში. რა თქმა უნდა. და სიმღერების კონტენტიც იციან, ხო? რაზეა სიმღერის შესახება არის ყველანაირ სიტყვას, ყველანაირ წინადადებას, ყველანაირ ხასიათს. აი სახეებზე ვატყობ რომ ენთუზიაზმი აქვს ძალიან მაღალი You zijn heel erg enthousiast voor die hier. Dat ziet hij al meteen aan jullie. ეს ძალიან מחარებს. კაი, აბა ერთი აფხაზური სიმღერა ვიმღეროთ, შეიძლება? სოლისტი ვინ არის? სოლისტი არის მარგრეტი. მარგრეტია სოლისტი. რაინა და ნიკა, რაინას დღეს ხმარა აქვს. ესე იგი ვღერით ვარადოს ესე იგი აფხაზურ სიმღერას.
Bravo. ძალიან ისეთია რა. ჰა? კაი. ეხლა რა ვიმღეროთ? მამაი პანადურო ამომავალი. ხო, ეს არის ხევსურული ბალადა. ხო ასეა ფილმი. აბა დავიწყეთ. Izračneba nerdavi, Marko Duriš Rijan, Dači uheći i hleb sam da akušeni Rijan. Cemzera, cemzera, cera guriga, cemzera, 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 cera guriga, cemzera. Arkechi origuli des, echi chiterchi daria, Sheti chashafni krug lepsas maska unimeravia. Bravo, bravo. Გამაგარია. ერთი საოცრებებს აკეთებ რა, დედადგილით საოცრებებს აკეთებ. საოცრება. კაი, მოდი ახლა ერთი სიმღერა ერთად ვიმღეროთ. თორე თქვენთან ესე გიყოფნა არ მოგწვინდება. მაგრამ იცი რა მაინტერესებს მანამდე? ამ სიმღერას ვიმღერთ ამ სკოლაში ეს პედაგოგები და რა შესახია ვინახათ? ჩვენ აქ საღამოს საკეთილი როა ყოველთვის მაშინ და მაშინ ჩვენ ბურად უკვე ვაგრძელებთ ასე ვთქვათ შრომას. ნუ ეს არ არის მარტო ასამი რომელიც მხოლოდ ხალხურ სიმღერას ღერის, აქვე უნდა აღინიშნოს, ისინი უყურებთ
ქართული ანსამბლია, რომელსაც ქვია ანსამბლ საქართველო. ანსამბლ საქართველოდი. ხო, ანსამბლ საქართველო, ძალიან და მაგარია. იციან რატომაც დავარქვით, ჩვენ ეს არჩევნები ქონდა, ჩვენ ეს მარტივად რაღაც ჩემი მოფიქრება. დემოკრატიულად და ევროპულად სახელი და რაღაცა საქართველოს ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა, იმიტომ რაღაცა კარგად ჟღერსო და რატომაც არა, იმიტომ რომ არიან ქვეყნები უკვე რომელსაც ოფიციალურად ჩვენ საქართველოს გვეძახიან და თუ კი ნიდერლანდებშიც ამას მივაღწევთ და ჩვენი რაღაცა პატარა აგურს დავდებთ ამაზე რატომაც არა პატარა აგური კი არა, უკვე ძალიან დიდი აგური გაქვს დადებული, კეთი. ძალიან დიდი აგური. თავით ვცდილობთ ყველა ჩვენი მარდა. აბა, დავდგი აქა? კი. აბა პირველ ხმას ვინ მიმღერებს? წყარო ჩამოვიარე წინწყარო
I just would love to thank you for მე გულითად მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებთ. მადლობა, რომ ასე გიყვართ ქართული კულტურა. სულ ცოტა დამაყლდა და ავტირდებოდი. თქვენმა სიმღერამ მართლაც სრემლები მომგვარა. შეუძლებელია ასე იმღერო თუ არ გიყვარს. თუ იმ ხალხის კულტურა ძალიან ახლობელი არაა და თან არ გესმის მათი ტკივილი, არ განიცდი იმას, რაც უჭირთ. ქეთიმ გითხრა, რომ თქვენ ზედმიწევნით გესმით სიმღერის ტექსტი. ზუსტად იცით რაზე მღერით. თქვენ ახლა აფხაზური სიმღერა შეასრულეთ. იმ კუთხის სიმღერა, რომელიც ღრმა ჭრილობაა ჩვენს გულში. ეს ტერიტორია რუსეთმა მიიტაცა. ოკუპირებულია და ჩვენ ყოველდღე ვფიქრობთ მასზე. იქ მცხოვრებ ხალხზე, ოკუპირებულ მიწებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის. მიხარია, რომ თქვენ აქ ჩვენი ელჩები ხართ. აქ ევროპაში. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ სოფლიოში ბევრი მეგობარი ყავს. ახლა წდება ჩვენი სტატუსის, ჩვენი წევრობის საკითხი. ჩვენ ვიბრძვით ევროპისთვის. დარწმუნებულები ვართ და გვჯერა, რომ ნამდვილი ევროპელები ვართ, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. ერთმანეთს კულტურასა და ტკივილებს გავუზიარებთ. ჩვენ პატის ვცემთ და დავაფასებთ ერთმანეთს. მე აქ შინაურად ვგრძნობ თავს. აქ ვცხოვრობდი, აქ ვსწავლობდი და ძალიან მიყვარს თქვენი სამშობლო, ჰოლანდია. და ისევ ძალიან დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ დღეს ეს ემოცია მოგგვარეთ. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. Again I was almost crying listening to you. Thank you, Katie. Alisa seti